ფინანსური ტექნოლოგიების, კერძოდ ინშურტექის განვითარება სადაზღვევო სექტორს მნიშვნელოვნად ცვლის გლობალურ ბაზარზე. ლოკალურ სივრცეში კი გამოჩნდა პირველი ქართული ციფრული სადაზღვევო სტარტაპი ფრანი, რომელიც მულტიფუნქციური ბროკერის როლს ასრულებს. პლატფორმა მომხმარებელს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პაკეტებს დამატებითი საკომისიოების გარეშე შესთავაზობს. სტარტაპმა სულ ახლახან სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტიც დაანერგა, რაც პოლისების ანალიზსა და შედარებას მნიშვნელოვნად ამარტივებს, როგორც აღნიშნავენ. გარდა ამისა, კომპანიამ პროდუქტების პორტფელი გააფართოვა და კორპორაციული მიმართულება დაამატა, ასევე საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის სავალდებულო სწრაფი დაზღვევის სერვისიც ჩაინტეგრირა. ციფრულ სადაზღვევო ბაზარზე არსებულ დინამიკას ჩვენი სტუმარი გაანალიზებს. ფრანის თანადამფუძნებელი ქეთა გოგიტიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში და საქმიან ამბებს ყველა სიახლეს ფრანის შესახებ ახლა თავად გაგვიზიარებს. ქეთა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს და იმისთვის, რომ დადგართ ყველა დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ამბავი გაგვიზიაროთ, რაც და როგორც დაგროვდა თქვენს პორტფელში აი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა მანამდე მინდა რომ ფრანი მთელი თავისი შინაარსით, მიზნით, მისიით, როგორ და რატომ შემოხვედით ბაზარზე, ეს გავაცნოთ და მოვუყვეთ ჩვენ საქმიან მაყურებელს, რას წარმოადგენს სტარტაპი. კი ბატონო, დიდი მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის, მივესალმები მაყურებელს და მოკლედ მოგიყვებით ფრანის შესახებ. ეს არის პირველი ციფრული სადაზღვევო ბროკერი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს სადაზღვევო პროდუქტების შერჩევის, შედარების და შეძენის შესაძლებლობებს აძლევს მათ. ჩვენს პლატფორმაზე ჩვენ დავიწყეთ რამოდენიმე წლის წინ, ახლა უკვე გადავედით უფრო სერიოზულ ეტაპზე, სადაც განვავითარეთ პროდუქტები და როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩავაინტეგრირეთ არაერთი დამატებითი სერვისი. ჩვენ თანამშრომლობთ საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან და მომხმარებლებს დამატებითი გადასახადების გარეშე სწრაფად და მარტივად ვაძლევთ შესაძლებლობას შეიძინონ მათზე მორგებული სასურველი სადაზღვევო პროდუქტი. ეს არის მოკლედ ესე ფრანის შესახებ, რაც შეიძლება რომ ვისაუბროთ. როგორც აღნიშნეთ, დავამატეთ AI ასისტენტი. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეხმარება მომხმარებელს შესაძლებელია მათ ხელთ არსებული შეთავაზებების შეტვირთონ, შეადარონ, მოთხოვნა დაუსვან ისე AI ასისტენტს, რომ შეუდაროს კონკრეტული ამოცანა დაუსახოს, რა საჭიროება აქვს მომხმარებელს იქიდან გამომდინარე და ინტელექტი შესაძლებლობის დაგვარად გაუმარტივებს თვალსაჩინოს გახდის იმ პოლისში, იმ შეთავაზებაში არსებულ დეტალებს, რომელიც ხშირად მომხმარებლისთვის ან ბუნდოვანია ხოლმე, ან უბრალოდ რთულია ამდენი შეთავაზების ერთდროულად განხილვა. ამიტომ ეს პროცესი შეძლებს დაგვარად, რომ გაგვემარტივებინა, ამოვედით მომხმარებლის სურვილებიდან და დავნერგეთ ესეთი ხელსაწყო. რამდენად აღმოჩნდა მზად მომხმარებელი ამისთვის და რამდენად იზრდება ინტერესი, რამდენად არის ცნობიერებად შესაბამისად მზადყოფნაში იმისთვის, რომ რაღაცა უპირატესობა არჩიოს AI-ს სასარგებლოდ და რაღაცა თვითონ არ ეიჯდეს სათითაოდ ყველა შემოთავაზებას არ განიხილავდეს, თუ არის უკვე სანდოობა ბაზარზე ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, მე მგონი რომ AI ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად გამოყენებადია და მგონია რომ აღარავინ ცხოვრობს ისე, როგორ ცხოვრობდით აქამდე ხანდახან ვამბობ ხოლმე. იცით როგორ არის, ძირითადად ამოვდივართ ხოლმე ზუსტად რომ მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე და რადგან დავინახეთ ეს ინტერესი, რომ ვისაც ერთხელ მაინც ცხოვრებაში შეუდარებია არაერთი შეთავაზება, მაგალითად კორპორატიულ ნაწილში ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ეს მოდულიც დავამატეთ და როგორც აღნიშნეთ უკვე. ვისაც ერთხელ მაინც შეუდარებია, ყველამ ვიცით, რომ ხანგრძლივ დროს, რესურსს მოითხოვს ეს შედარების პროცესი. აქედან გამომდინარე, ამ ხელსაწყომ ვთვლი, რომ ძალიან გაამარტივა, თვალსაჩინო გახადა ის სხვაობები, რაც შეიძლება სხვადასხვა კომპანიას კონდეს ჩადებული მათ შეთავაზებაში და შესაბამისად სანდოობაც ეტაპობრივად იზრდება, მოთხოვნა არის, აუცილებელი არის ჩვენ საიტზე აბსოლუტურად უსასყიდლო არის, უბრალოდ სავალდებულო არის რომ გაიაროთ რეგისტრაცია, მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია და ძალიან მარტივი პროცესის საფუძველზე შესაძლებელია შეთავაზებების გაფილტრა, მიღება და იმის ამოღება, რაც მომხმარებელს თვითონ აინტერესებს.
კი ბატონო. გარდა ამისა, როგორც ვიცით, სულ ახლახანს დაემატა ასევე სომხეთისთვის სავალდებულო TPL დაზღვევის სერვისი, სადაც ფაქტობრივად 2 წუთში არის აი ამ დაზღვევის მიღება შესაძლებელი, ხო? მოდი ესეც აგვიხსენით, რას გულისხმობს ეს მომსახურება და ზოგადად აი ამ ტიპის სწრაფი გაყიდვები რამდენად ასე ვთქვათ, რამდენად მოქმედებს ასეთი სწრაფი სერვისები გაყიდვებზე და მათ ზრდის დინამიკაზე პირდაპირ პროპორციულად თუ ისახება. კი ბატონო, ზოგადად დავამატეთ მოდული საერთაშორისო დაზღვევა მესამე პირის პასუხისმგებლობის კუთხით. პირველი რაც ჩავუშვით არის სომხეთის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. ადამიანები, რომლებიც ავტომობილით მიემგზავრებიან სომხეთის ტერიტორიაზე, მათი კანონის თანახმად ვალდებულნი არიან დააზღვიონ მესამე პირი. აქედან გამომდინარე, რადგან საზღვარზე შესაძლებელია გარკვეული დაბრკოლება იყოს ის, რომ მოგიწევთ ავტომობილის გაჩერება, შეძენა და რა ვიცი, შესაძლოა რიგში დგომა, ვთვლით, რომ ეს სრულიად ამარტივებს ფაქტობრივად, როგორც აღნიშნეთ, ნამდვილად 2 წუთშია შესაძლებელი ამ პოლისის შეძენა და უბრალოდ ვერ ვიტყვი დინამიკას მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან სულ ახლახანს გაეშვა ეს პროდუქტი, თუმცა მომართვიანობა უკვე არის და ფაქტია, რომ მომხმარებლებს ინტერესი უდაოდ აქვთ, რადგან ყველა ვიცით, როგორ ხდება ხოლმე ეს რიგების თავიდან აცილების მიზნით, ყველაფერი სწრაფად, ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და სადაც შეგვიძლია, რომ ადამიანებს გავიმარტივოთ ცხოვრება, მე მგონი ამას ყველა ვიყენებთ ხოლმე. ასე რომ, კარგი შესაძლებლობა არის ეს მათთვის, ვინც მიემგზავრება საზღვარგარეთ ავტომობილით. კი ბატონო, ქეთა მიღმა ინდივიდუალური სეგმენტისა კორპორაციულ მიმართულებასაც ფარავთ და აქ საინტერესო არის ბიზნესის მხრიდან რამდენად მზარდია ციფრულ ბროკერზე მოთხოვნა და ძირითადად აი B2B სეგმენტში რა მიმართულებებზე არის უფრო მეტი ინტერესი, ზრდა, რიცხვებში გამყარებული შედეგებით თავისთავად. ჩვენ იმის გარდა, რომ ციფრული სადაზღვევო ბროკერს წარმოვადგენთ, ჩვენს უკან დგას გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სექტორში საკმაოდ გამოცდილი და მრავალგზის განვითარებული გუნდი გვყავს ამ კუთხით. ამიტომ ჩვენი კორპორატიული მოდული ზუსტად ამას დაეფუძნა, რომ ციფრულად რეალურად ხდება მომართვიანობა, თუმცა მის უკან დგება გუნდი, რომელიც სრულად აკეთებს ანალიზს ამ მომართვის და შეძლების დაგვარად მოთხოვნის საფუძველზე ხდება უშუალო შეთავაზების გაკეთება ინდივიდუალურ მოლაპარაკების საფუძველზე. ამიტომ ციფრების თვალსაზრისით, როგორც წესი, ესეთი სტარტაპულ შევინარჩუნებ ამ მიმართულებას, რომ მაინც სტარტაპი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გადავდივართ უკვე რეალური ბიზნესის ფუნქციონალში, მაინც სტარტაპია, მარკეტინგული დიდი აქტივობა არ მქონია, შესაძლებელია ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ჩვენს შესახებ და ზუსტად ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, რომ გვაძლევთ ამ შესაძლებლობას, რომ ხალხს გავაცნოთ, ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია სწრაფი სერვისების კუთხით, ასე რომ მომართვიანობა კორპორატიული თვალსაზრისითაც არის არაერთი დიდი სადაზღვევო ხელშეკრულება გავაფორმეთ ამ ფრანის ფარგლებში და რა ვიცი, მზად ვართ, რომ დავეხმაროთ ნებისმიერ ბიზნესს ინდივიდუალური შეთავაზების თვალსაზრისით. და ბოლოს ცხადია, რომ ციფრულ ტექნოლოგიას განსაკუთრებით არ აქვს საზღვრები და რამდენად არის თქვენს სტრატეგიულ მიზნებში და გეგმებში და ამბიციებში გლობალური ექსპანსიაც ლოკალურ ბაზარზე განვითარების პარალელურად ცხადია. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, როგორც ყველა ციფრული სტარტაპის, ალბათ არის ზუსტად ეს გაფართოება და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ თვალსაზრისით, ალბათ ზუსტად ეს სომხეთის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის დანერგვა არის, რომ ფაქტობრივად რეგიონულ მოთამაშედაც იქეცით. ეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, კი. ასე გამოდის, კი ბატონო, შეგვიძლია თამათ ვთქვათ, რომ ჩვენ იმის გარდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ სომხეთის დაზღვევას, ასევე დაემატა ჩვენთან, როგორც იცით, 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყანაში ტურისტული დაზღვევის შეძენა. ეს პროდუქტიც დამატებული გვაქვს, აქტიურად მუშაობს და ნებისმიერი უცხოელი შესაბამისად ჩვენს შესახებ ვცდილობთ
ვცდილობთ, რომ საზღვრებს გარეთაც გავაცნოთ მომხმარებლებს თავი, რათა ინფორმირებული იყვნენ, რომ საზღვრის გადმოკვეთამდე ჩვენ საიტზე ასევე 2 წუთში შეუძლიათ სავალდებულო ტურისტული სადაზღვევო პაკეტის შეძენა. და მათ შორის ქართველი მოგზაურებისთვისაც, ხო? რა თქმა უნდა, ქართველი მოგზაურებისთვისაც ამის გარდა აი რატომ უნდა ვისარგებლოთ მე როგორც მოგზაურმა პირობითად თქვენი სერვისით და რას მომცემს ისეც, რაც თქვათ ესე ინდივიდუალური კომპანიების რაღაც ცალ-ცალკე შეთავაზებების განხილვა ვერ მომცემს. ზუსტად აი ამას როგორც თქვით, ცალ-ცალკე შეთავაზებების განხილვას ალბათ აჯობებს შეხვიდეთ სივრცეში, სადაც ყველა სერვისი, ყველა წამყვანი სადაზღვევო კომპანიის ყველა პროდუქტი არის ინტეგრირებული ერთ სივრცეში და თქვენს თვალწინ შეგიძლიათ შეადაროთ, რომელი პირობა არის თქვენთვის უფრო მისაღები და ეს ხდება ავტომატიზირებული შეთავაზების კუთხითაც და ინდივიდუალურად შეგიძლიათ უბრალოდ მონიშნოთ, რომელი სადაზღვევო კომპანიების შედარება გსურთ და ამის საფუძველზე მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება და შეიძინოთ. ზუსტად ეს არის ის ამოცანა, რასაც ჩვენ ვაგვარებთ, რომ მომხმარებლებს დრო დავუზოგოთ ასე ცალ-ცალკე მოძიებული. და ახლა რასაც გისმენთ, მნიშვნელოვან როლსაც კისრულობთ იმაში, რომ კონკურენცია უფრო გააქტიურდეს, უფრო ჯანსაღიც გახდეს თავად სადაზღვევო კომპანიებს შორის. წარმატება ქეთა ძალიან დიდი განვითარება, გაფართოება და გლობალური ბაზრების მყისიერი ათვისება მინდა რომ უახლოეს გეგმებში გისურვოთ და შემდეგ მოვიკითხავთ ჩვენს ცხადია ამ ყველაფერს და გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს. ქეთა გოგიტიძე სტარტაპი ფრანის თანადამფუძნებელი იყო ახლა ჩვენთან ერთად.